მშვიდობა ქართველებო ეს არის 3 მარტი და ეხლა არის დილის 10 საათია რა დედებო გილოცავთ დღევანდელ დღეს ქართველო დედებო იმედია ეს დღე მგონი გამოკვლეული მაქვს როგორ არის არ მახსოვს უცდები მაპატიეთ მაგრამ როგორც ვიცით 8 მარტი არის ლესბოსელების დღე 14 თებერვალი არის ჰომოსექსუალისტი მამაკაცების დღე და მგონია 3 მარტი არ არის თუ არის არ ვიცი არ მახსოვს რამის დღე მაგრამ რაც არის ეს არის მოკლედ ქართველ დედებს გილოცავთ დღევანდელ დღეს მე მაპატიეთ ცოტა გაციებული ვარ გარეთ მომიწია მუშაობა სიცივეში და გამიცივდა ფეხი და ცოტა ვერავა ხმა კიდე შესაბამისი არ იქნება რა თქმა უნდა ესე იგი მე ყოველთვის ვაფიქსირებდი ამას რომ არა ქართველი დედები საქართველოს დღემდე ვერ მოვიდოდა თქო და ეს არის გვირობის ტოლფასი იმიტომ რომ მაშინ როდესაც ქვეყანა ირია და გაიხსნა ეს კარი ასე თქვა შევარანძემ გახსნა და იყოს მაგის თავი ნეტა არ გაიხსნა მაგრამ გაიხსნა ევროპისკენ კარი ასე თქვა და ქართველი ქალები წავიდნენ ოჯახის გადასარჩენად რათა აქ ადგილზე გადაერჩინათ თავიანთი ოჯახები და წავიდნენ წლობით არა 1 წელი არა 2 წელი არა 5 წელი მე ვიცი მანდილოსნები რომელიც 10 12 15 16 წელი ერთი ვნახე კიდე რომელსაც 18 წელი წადი იყო და 18 წლის განმავლობაში სახში არ მოსულა თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა აი ამ თემაზე არ მინდა გადავიჭრა დეტალებში მაგრამ მე იმას ვამბობ რომ თქვენი დამსახურებით კიდე რომ საქართველოს დღემდე მოვიდა თქვენი დამსახურება არის ეს და ვისაც გიხდით უღრმეს მადლობას ყველას ერთად ასევე ქალები აქტიურობენ ყველგან საზოგადოებრივ სოციალურ და ყველანაირ ასე ვთქვათ სიტუაციებში ვინაიდან რა ვიცი რა თუნდა მას ვინაიდან ფაქტის სახეზეა ხო ფაქტის სახეზეა ყველა ფერში აქტიურობენ ქალები მამაკაცები რა ვიცი აბა რა უნდა თამათ ვერ გავიგეთ სუფრაზე მაგათ აქტიურობას ვინ შეუშლის ან ვინ გადაჯოგრავს მაგათ კაცს გამიგეთ მამაკაცები ენის ტლიკიში აჰა ბაშლაყივით ენას ეს ენას იმხანენ ზურგზე მაგიდის ბოლოში გადააგდებენ და ჩვენ ვარ რაცა ვართ ქართველები და მოკლედ და ჩვენ ზოღრო დიდი ვაჟკაცი და მოკლედ სოფლიოს თავს გადავჭამ გამოგვიძე ბუზეილი ამ რო თქვა ისე ფერში არ ვარგია კარგით მოკლედ ეს სათაური გავაკეთეთ კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველას დედას მშობელს პოტენციურად მშობელს ეხლა მოდით ვილაპარაკოთ იმაზე რაც დღეს აქტუალურია უпроსორად ირანი და ისრაელი და ამერიკის ამბავი ჩემო კარგებო ესე იგი საქართველოს ტელევიზიები როგორც რამდენი ხანია გეუბნებით რომ არის ამერიკული ტელევიზია ამერიკულ-ისრაელური ტელევიზია არის გამიგეთ ამიტომ თქვენ რა თქმა უნდა გეკრებათ აი ცალკარში რო არის თამაში ფეხბურთის ხო იცით აი ესე სტადიონის შუაზე გაყოლ და მარტო ამას ხედავთ იმას არ გვაჩვენებთ იქით რა ხდება იქით რა ხდება კაცი შვილმა არ იცის ერთხელ მახსოვს მაშინ დავაფიქსირე კაცო ეს რამდენი წლის უკან იყო როდესაც ხო ერაყში თუ კუვეითში თუ ხო სადღაც შეიჭრა ეს ამერიკა იგივე საბაბით რასაც დღეს არის იგივე საბაბით რომ იმას ატომური ბომბი აქვს თვითონ შემდეგ რა შევიდეთ მე არანაირი ატომური ბომბი ვერ ნახეს რა თქმა უნდა მე რა გამარჯვებული იყო და ისინი წერენ ყველაფერს იმიტომ რომ ძალა აღმარცხნავდა და
ეხლაც მახსოვს, რომ ესე იგი საომარი ტერიტორია იყო გადაკეტილი აი ამ ამერიკელების მიერ. და ჟურნალისტებს, ნებისმიერ ჟურნალისტს, თავის ჟურნალისტს არ უშვებდნენ, წარმოიდგინეთ. აი CNN, BBC ხო თავიანთია, გამიგე, იმასაც არ უშვებდნენ. და რატო აკრძალული იყო? იმიტომ რომ მიდიოდა ტერორისტული ისი, რა ქვია, აქტები. ანადგურებდნენ ეს, მოსპეს, გაანადგურეს. გამიგეთ? და არავითარი იქ ის არ იყო ატომური ბომბი და რაღაცები და ესა საბაბები ან ჩვენ რო გატყუე. აქ იყო ნეფტის დათრევისთვის ბრძოლა რა. აი ეს იყო ნეფტი აინტერესებდა. ერთი რამ არის ასეთი პარადოქსი არის რომ პარადოქსი კი არა უცნაურობა კი არის რომელსაც თავისი ახსნა კი აქვს და ერთხელ ახსენე თუ არ ვსდები მაგრამ რომ აი ეს ნეფტი მაინც და მაინც არის იმ ქვეყნებში სადაც არიან მუსულმანები. გამიგეთ? ძირითადი ნეფტი არის ასეთ ქვეყნებში. მაპატიეთ და ხდება ისე რომ ეხლა ამასაც უნდა ეს ნეფტი მეტი გარაფია ვენესუელაზე ასე იცი. აცო იქ ნარკო კარტელი არისო ერთი ამბავიო რაღაცაო და ესავქენი და არაფერი არ უქნიათ კაცო ეს არის ყველაფერი ბლა ბლა ბლა. გამიგეთ? ეხლა იმიტომ ვურტყამთო რომ ნეფტი საერთოდ ნას არ არის ნახსენები ხო ხედავთ ხალხო? ხო ხედავთ? იმიტომ ნეფტი აქედან გადის ძირითადად ჩინეთში. მე რუსეთში მაგრამ რუსეთს არ უნდა ნავთობი იქით აწვდიან. გამიგეთ? მაგრამ ჩინეთს გააქვს იქიდან. და ეს საქმე ისე რო არ დამთავრდება ნორმალურ ადამიანს ხო უნდა მიხვდეს არა? მე ხა ძირითადად მიმყავს საუბარი ჯერ ისე მოთელვას ვაკეთებ თუ არა მე გეტყვით სასწაულებს. ესე იგი ჩინეთს როგორც გითხარი გააქვს იქიდან ნავთობი. ამიტომ ის ურტყამს ახლა იგივე ჩინეთს. თქვენ წარმოიდგინეთ. არაო ის როგორც ანდაზა რო არის ძაღლო შენ გეუბნები და ძაღლო შენ გესმოდესო აი იმ პრინციპით გამიგეთ მაგრამ ამა ჩინეთი რო არ მოითმენს ხო იცით და ეს ასე კიდე რო არ დამთავრდება ესეც ხო იცით ეხლა ძირითადად საქმე ესე იგი დღეს გააქტიურდნენ ერთი მხარე რომელიც ესე იგი ხარს უჭერს ამერიკას და ისრაელს იმაში რომ აი ირანს დედას უტირებენ და ასე შემდეგ და ბჭო რა გიხარიათ ერთი გამაგებია ესე იგი ხო იცით რომ ამერიკა მოქმედებს ძალის მეთოდით ისრაელი მოქმედებს ზაკრულად ხო? და ეს არის ისრაელსა და იმას შორის, რა ქვია, ირანს შორის ძირითადად ომი. მაგრამ საერთო ინტერესები იმაშია, რომ იმას აინტერესებს ნავთობი, ამას აინტერესებს თავისი, ეს რა ქვია, თავისუფლება და ის რომ არავინ თავს არ დაესხმება და ეს არის ერთი მოშიშარი მტერი, ერთი ირანი, მეტი არ არის. სხვათა შორის გეტყვით კიდე იმას, რომ ირანი არის ერთ-ერთი სახელმწიფო დედამიწის რომლებმაც ურიები არ გაიკარეს. გამიგეთ? ურიები არ გაიკარეს ხალხო, ესე იგი აი ყველა პრეზიდენტი ხო გვაქვს ჩვენ ნანახი ურიებთან და იმასთან რა ქვია მენორასთან სანთას ვანთებენ და კიპადი თავზე რო დააყენებენ. ყველა მსოფლიოში აბსოლუტურად ხო? ზუსტად გამსახურდიას გარდა. ხო ვიცით ეს ჩვენ? ვიცით. ერთადერთი პრეზიდენტი რამდენიც არ ყავდა სპარსელებს ერთადერთი პრეზიდენტი რომელიც არ მისულა იქით ან არც აქეთ ჩამოუყვანიათ მოუპატიჟნიათ ურიებს რომ მენორასთან სანთელიანთან თავზე კი გადაედოთ გესმით ეს უკვე როგორ გითხართ ახლა ეს არის 180 გრადუსი დაჯახება ერთმანეთთან ამიტომ მათ იციან რომ ეს არის დაუმორჩილებელი ეს არის მოუსყიდავი ერი გესმით
ამათან არ გაჭრა არაფერმა და ვერაფერი, რა თქმა უნდა, ხა LGBT დროშასაც იქ ვერ ააფრიალებდნენ. ხო, ამაზე რამდენი ის გაუკეთეს მათ მამაძაღლობები სახელმწიფო შიგნით, ასეთები ისინი რა ქვია რაღაცა ფსიქოლოგიურად, კულტურულად ყველანაირად გათახსირების ელემენტები შეიტანეს რაღაცა, მაგრამ ნუ ვერ გაჭრა, იმიტომ რომ ირანი იყო, სპარსელები. ეხლა იმას ვამბობ ჩემო მეგობრებო კიდე რომ ამათ რო ვაკვირდები, ესე იგი ყველა ნაცი ხარს უჭერს ამერიკას და ისრაელს. ყველა ნაცი, აი მე ხო ვიცი სამეგობროში ვინც აი აი მაშინ, ხო? ყველა ნაცი ხარს უჭერს ამერიკას და ისრაელს. ამერიკა ხო, მაგრამ ამერიკანისტები ხო იცი ვინც არიან ახლა ნაცები ძირითადში, ხო? ხო, მაგრამ ის რომ ჩათლახია, ბოზია, პიდარასტია, მაგაზე არა აქვს ის მაგი, თვითონ ვერ ხედავენ მაგას, ხო, კარგი. ნუ კარგი ხა ტრამპი მოვიდა, ტრამპმა ისინი უარყო ასე ვთქვათ, მაგრამ ეს უარყოფა რომ იანუსი ვით არის, ეს ხო ვიცი. კარგი. ეხლა ისრაელი ვინ არიცით ერთი გულზე ხელი დაიდევით ბიჭო, აი კარგად მომაყურადეთ ბიჭო ხარ, გოგო ხარ, ქალო ხარ თუ კაცო ხარ. კარგად მომაყურადეთ ერთი. ვინ არიცით ისრაელი, ვინ არის და რას წარმოადგენს ბიბლიურად. ხო, რაც წერია ის კი არა, რაც იცით ის კი არა, რაც არიცით და რაც იცით იცით კიდე. ზოგი აქ პუნქტებს ასახელებს რომ ასო ისრაელიო და და აღსრულდაო ესა რომ ვინც ისრაელს დაარტყამს, დედას უტირებს ყველას ერთად და არა, იმას ღაზარ სექტორში როს პობენ დღესაც. ის ხომ კედელი გააშენეს ინფორმაციული და დღეს კიდე არ ვიცი რა ხდება იქ უკვე. გამიგეთ? დიდიან პატარიანად როს პობენ დღისით, მზისით. მაშინ რატო კონდათ ენა პირში ჩაგდებული? ჰა? კარგად მისმენთ ერთი? ისრაელი, აი, ყველას რო წმინდანი, ბიჭო წმინდანი არ იყო ოქროპირი პირზე რო გაკერია და რამდენჯერ აგაფარეთ ხვირწინ. ოქროპირი, იოანე ოქროპირის ნათქვამი, თუ რა იყო ისრაელი და იუდეველები და მათი ის რა ქვია, სინაგოგა და ერთი ამბავი. არიცით? აგაფარეთ სახეზე რამდენჯერ. ან ისიც არიცით ვითომ რომ თუ აი ამ ომში ისრაელმა გაიმარჯვა ამერიკასთან ერთად, აი ამის წამის დახამხამებაში რომ ანტიქრისტეს მოსვამენ იქ და ეს ანტიქრისტი ბიბლიაში ხო გიწერია, თქვენ დებილები ხართ, არა ხართ თქვენ დებილები, არ დეგენერატები ხართ, თქვენ მაგარი ჩათალახები. იმიტომ რომ თქვენ ნაცები, აი სული და ხორცი, აი ნაცი როგორ გითხარ. ბიჭო, აი ფანატიკოსი, გამიგი ავადმყოფი. თქვენ ხართ ავადმყოფები. ზოგი ეხა იმასაც აუ ვის უჭერთო ხარსო, კაცო, ისაო სპარსიო, ჩვენი მტერიო, ესაო და როდინდა. მომიყურადეთ ერთი აქ. დილის 6 საათზე რო ადგებით. ღამის 2 საათამდე თურქულ სერიალი როა ჩართული ქართულ ტელევიზიებში. ეს რაღა არის მაშინ? თურქები რა არ იყო ჩვენი მტრები საუკუნოვანი? რა სისულელებს მითხრით და მოთხრით, ყველაზე პირად ვიცი ვინ არის ხარ. ეხლა კი რამდენი ხანია, მაგრამ აი აქ კუც დაუჭერ ხოლმე ასეთი მეებს რომ დავინახავ თავი თქვენ პოსტებს. თქვენ ხარ ნაცები, აი ავამტყოფი ნაცები. აი მიშა რო არის აი ისეთი ავამტყოფი რო ესეთი ავამტყოფი ნაცები ხარ თქვენ ყველა. სხვადასხვა მიზეზებს ეძებენ ვითო რაღაცა. ყველა მიზეზს გასაბათილებელი გითხარით ეხლა. თქვენ რომ ხარ ის კი არ ბიჭო ფეხებზე მკიდია, ჩემთვის ამერიკაც მტერია, ისრაელის მტერია და სპარსეთის მტერია. თურქეთი მithumetes აგერ არის და რო არა რუსეთი. თავის მობრუნება უნდა ერთი, აი ასე თავის მობრუნება და აჭარა და გურია იქნება ჩაყლაპული. რუსეთმა ოდნავ რომ მიადრიალოს თავი დამთავრებულია. და ეს დილიდან 6 საათიდან გევდაზე 6:30-დან ჩართულია, ჩაირთვება სერიალი. და ღამის 2 საათამდეა კაცო. მრავალ სერიალი რა სერიალი. რას მელაბარ, ყველა მტერია ბიჭო, მაგრამ ეს არის
ეპოქალური გარდატეხის პერიოდი, ანტიქრისტეს მოსვლის პერიოდი. ხო იცი თქვენ დებილებო რას ნიშნავს ანტიქრისტეს მოსვლა და საიდან უნდა მოვიდეს ეს ხო არ ჩამოდის საიდანაც იქიდან რა ქვია ბოროებიდან და ტყეებიდან და ტაიგა და ხო არ მოდის კაცო. ანტიქრისტი არის ერთი სახელმწიფო, რომელსაც დასვამენ იქ ვიღაცა პრეზიდენტს, დედააფეთქებულს და ის მართავდეს უნდა მთელ მსოფლიოს. ეს არის ისრაელი და ამერიკა და ისრაელს რო უნდა მეჩეთი რო დაანგრიოს და ამის ხელს უშლის ეს სპარსეთი. ეს ხომ იცით? როგორც კი ამას დამარცხებენ და აი ამ წამში იქნება ანტიქრისტეს რა ქვია. დასმა იქ. ანტიქრისტი იქ სახელად ისა ზოგადი სახელია თუ იქნება სახელი და გვარით ვიღაცა. დაასვამენ. და არ გიწერიათ ეს ბიბლიაში? რაღაც ბუდი რაღაცებს რო ამბობ და სისულელებს. ავამტყობი ნაცი, ყველა ავამტყობი ნაცი ხარ. აი არ უნდა ამას გაშიფრო კაცო, აი რაღაცა რომ მოხდება ხო ხელაში ერთხელ მოვითმინე, ორჯერ მოვითმინე, სამჯერ მოვითმინე, 20-ჯერ ჯოი თქვენი ავამტყოფური ან განათლება საიდან მოგაქვს ვითომ რაღაცები არ მიდე ხა სახელი და გვარებით ჩამოგთვალოთ ყველა ერთად კაცო. სულ ფეხებზე ის მკიდია ხა მე თქვენი ისინი. რა მიგეთ? მაგაზე არ არის საუბარი ვინ ჩემი მტერია და ვინ შენი მტერია ბიჭო. აქ არის გლობალური. ეს გლობალური რომელიც მტროს მთელს სოფლიოს, მთელს დედამიწას და მათ შორის ჩვენც ვიქნებით. ბუნებრივია, იმიტომ შენ შე პატარა ხარ და შენ ვერ წყვეს ვერაფერს. სოფლიოში ჩვენ ვერაფერს ვერ წყვეთ. ჩვენ თუ საკუთარი თავი გადაგვირჩინა, აჰა, მადლობა კიდევ მეც. გამიგეთ? ირანი, სულ აკრებად არ მაინტერესებს ირანი ახლა, მაგრამ როცა მიდის საერთო ზოგადი მსოფლიო თუგნება ბიბლიური ბატონო. აბა საიდან მოდის ეს ანტიქრისტი? რა გიწერია, რა წაიკითხეთ? არ გიწერია? წაიკითხეთ შავი თეთრზე. წაიკითხეთ ოქროპირი რა წეს, ამდენი რა გაფარეთ სვირპირზე. ხო? რომ ეს არის ეშმაკების ბუდე და თქვენი მამა ეშმაკია და სატანაო რო ეუბნება მაგას რატო არ გითხულობ? ოქროპირი, ოქროპირი. წაიკითხეთ ეს ძირითადი რაც არის აპოკრიფებში გადამალული. გამოტანილია რამდენი ხანი და მე კიდე განახეთ რამდენიმეჯერ. 26 წლის მეგობარიო, 26 წელისა საუკუნე კი არა ბებიას მამისა ეხლა რა მიკეთეს მერე? ჩემ მოიყვანეთ, ჩავიხუტეთ, დავაპურეთ. მერე რა სამაგერო რა გაგვიკეთეს ეთი? აი აგვიხსენეთ. სამაგერო რა გაგვიკეთეს კაცო. 26 საუკუნე ადამიანს რო ის რა ქვია ბინადარად რო გაიშენ სახს რომ მიმასის ამ კაცო. საბანს მიცემ, საძოს მიცემ, სიტბოს მიცემ, საჭმელს ანოვაგეს მიცემ. სამაგერო რა გაგვიკეთეს? ბიჭო ურიები რა მაგარი კაცი არიანო? რაშია მე უთხარი მაგარი კაცო. როდესაც გაჭირება ქონდა, შიმშილი ქონდა, წყურული ქონდა, ვინმე ავამტყობი იქნებოდა და წამალი ვარსად არის, აი გურიასა, გურიას იმას აქვს. მივიდოდით ბიჭო მაგასთან და ერთი ასად ყიდა იმას ფასად წამალს. მერე მოვდიოდი ჩვენ და უი მაგარი კაცია ურია, რა მაგარია მაგის დედავატირე ბიჭო ყდები კაცი წამალი ყველგან არ არის ამოსყიდულია ისევ ამ ურიებს და მერე ერთი ასად ყიდიან შენ და ამიტომ მაგარი კაცი არისო, მაგარი დედას ვატირე ერთი. რაფერ არის მაგარი ჩათლახია ბოზი და ვაჭარი, რომელიც ყდრებზე და მიცვალებულებზე და ავამტყობებზე, სული დავამტყობ, ხორცი დავამტყობებზე ფულს აკეთებ და ერთი ასად. აი ეს არის მაგარი კაცობა და ამი დაგვიფასეს. ერთი რაღაცა შეგიძლია დაასახელო რითი გაგვიბათილა ბატონო. გაბათილებას თავი დაანებე რა გაგვიკეთა სამაგიერო. სამადლიერო ასე ვთქვა. ახოცა ჯერ ბიბლიაშიც კიდე წერია კაცო. ამათი ღმერთი აი იქ რაც წერია იმ ღმერთით მოკლედ ესე გახოცეს ათასობით ის რა ქვია პრიკაზიზლება მაგათი ღმერთი კაცო. პრიკაზი გახოცეთო ისინიო ქალის ცოლი ის რა ქვია იმათ გაუმახეთო ცოლები აგიშვენ წამოიყვანეთო შვილები დაუხოცეთო რაც გადარჩება 16 წლიან რაც ვარგისიან ისინი თქვენ წამოიყვანეთო ისინი გაამახეთო ასეთი ღმერთი დედაც არ ვატირე და იმაზე ამბობს ეს ისა კიდე რა ქვია
იოანე ოქრობილი კიდე. თქვენი ღმერთი არისო ეშმაკი, იბიომან. მე იმათი შვილები ხართ თქვენ. მაბადი ეხლა მე ისრაელში კიდე არის რა თქმა უნდა ხალხი, რომელიც ნორმალურად აზროვნებს რა თქმა უნდა, მაგრამ იმ წინე ნაწილია და ვერ წინააღმდეგება იმათ. მაგრამ ის მასონური არის კიდე შინ რომელიც აი სიონისტებს ებრძვიან. რა თქმა უნდა ეს თელიერი არ არის, მაგრამ უმრავლესობა ასეა და ყველამ ხო იცი სოფლიოში არ არსებობს პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი, ვინც არის, ვინც კი არ დაახურეს თავს და ვისაც იმასთან არ მიიყვანეს მენორასთან ერთადერთი არის პრეზიდენტი და ქვეყანა რომელიც ირანი რომელიც ეს ვერ გაუკეთეს და აი ამიტომ ებრძვის ყველა ერთად რა არია გაუგებარი თქვენ ავანტყოფებო თქვენ და მიდიხარ ირანს ეს უხრენს რა გიხარია შენ დებილო შენ რა გიხარია დედა გვეტირება იმას თუ დედა ეტირა თუნდა ჩემი მტერია თუ ვისი მტერიც ყველას მტერია არა ვიცი მე მაგრამ რა ვიცი კი როგორ არ ვიცით მაგრამ თურქი როგორც გითხარით თურქის მტერია მაგრამ დილიდან საღამომდე ღამემდე მაგატელი მას უყურებ სერიალებს მაგაზე არაფერს აი დედა აი რა გეშველება და ვამტყოფებო თქვენ ფუი დედა ოი როგორ ამიდოდა დღეს 3 მარტიო და ასეთი საუბარი მაგრამ 4 დღეა ვერ ჩავერთვე მე კიდე გაციებული ვიყავი და ამომასკდა რა მოკლედ ამათი ავამტყოფური იმით რა ავამტყოფები არიან მეტი კი არაფერი ვითომ ყველა იციან ყველა ვითომ არ იციან მე ისეთ რაღაცებს გამოიტანენ არ მინდა კიდე მეორე სახელი და გვარებით ვილაპარაკო ხა მაგაზე რომ გამოუφენ ყველას ვინც ახართ და პირდაპირ გემთქვენ ხართ ავამტყოფი ნაცები მეტი არაფერი აი ეს არის რა კარგი ბოდიში მაპატიეთ მანდილოსნებო ქალებო დედებო მაპატიეთ დაიყოებო კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღევანდელ დედის დღეს და ვინც არ ახართ კიდე დედები ხო განხარიყავით დედები ვინც დაუჯახებული არ ახართ გათხოვებული არ ახართ ყველას თავისი ბუდე მოგეძებნოთ და ისე ყოფილიყავით როგორც ყველას გაუხარდება პირველ რიგში თქვენ თავად რომ გაგიხარდეთ თქვენი ცხოვრება და სიცოცხლე აბა გაიხარეთ და მრავლად დაესალით